But Recording in progress. კარგი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ეს წიგნის შესწავლა და როგორც წეგანაც ვახსენე, ძალიან კარგია, რომ მახარებლობაზე არის ფოკუსირებული. ჩვენ სახარებისეულად რწმენის ეკლესია ვართ, სახარების რწმენის და სახარება ნიშნავს, რომ ჩვენ მტრიალებთ მახარებლობის ირგვლივ. და იესო ქრისტემ ეს დაავალა ადამიანებს თავის მოწაფეებს, როდესაც შეხვალთო სადმე, უთხარითო რომ მოგიახლოვდა თქვენ სასუფეველიცათა, ახარეთო ესო და ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. ვიპოვოთ დაკარგული და გადავარჩინოთ. ვასწავლოთ მათ ყოველივეს დაცვა. მესამე თავი უკავშირდება მიძღვნას და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავია ჩემი აზრით. არა მხოლოდ წიგნში, არამედ ჩვენს ცხოვრებაში და მე მახსოვს დაახლოებით 8 თვე დავდიოდი ეკლესიაში, იცით თქვენ ახლა ჩემი ისტორია იძულებით გადამიწყვიტა ღმერთმა რომ მეულო ეკლესიაში და აი ესე ვებრძოდი საკუთარ თავს დაახლოებით 3 თვეში ღმერთმა რაღაცეებისგან გამანთავისუფლა, შევეგუე, ვისწავლე ტკბობა ეკლესიაში ყოფნით, მაგრამ ჯერ რაღაცეები მაინც არ მეთმობოდა ჩემს ცხოვრებაში და ერთხელ ჩვენი უბნის ხელმძღვანელი ვინც იყო, პასტორი გოჩა ჭანტურია, ჩემი მეჯვარე გახდა მერე, ძალიან საყვარელი, კარგი კაცი არის, ლოცვაც იმან მასწავლა და გამეხმარა ძალიან ბევრ გადაწყვეტილების სწორად მიღებაში თავის დროზე. ღმერთმა აგურთხოს და მიუძღას. ახალგაზრდები ვიყავით ერთი 7-8 უბანზე და ასეთი კითხვა დასვა, რომ აიო, მე მაინტერესებსო თქვენგანო ვის აქვსო გადაწყვეტილება მიღებულიო, რომ ბოლომდე მიუძღვნასო საკუთარი ცხოვრება ღმერთს. ერთ-ერთი პირველი მე ვიყავი, ვინც ხელი ავიწიო, რომ მე მეთქი გადაწყვეტილი მაქვს და ჩემ თავს ვერ მივაწერ ამას, იმიტომ რომ ეს უფალმა გადამიწყვიტა და სხვა გზა მაინც არ მქონდა. და იცით რა, მე ვთქვი, რომ ვინც ყველაფერს მისცემსო იესო ქრისტესო, ვინც ბოლომდე მიუძღვნისო თავის თავს ღმერთს და ყველაფერს შეწირავს მსხვერპლად, რაც საჭირო იქნებაო და ყველას არ აუწევია ხელი სხვათა შორის. იყვნენ ადამიანები, ვინც აიწია ხელი და კარგად მესმოდა, რასაც ვაკეთებდი, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რასაც ეხებოდა ჩემს ცხოვრებაში, იყო ის, რომ მე გადავწყვიტე, რომ ადამიანების გულის მოსაგებათან, ადამიანების თვალში რეკლამის, საკუთარი თავისთვის რეკლამის გასაკეთებლად არ გამეკეთებინა განცხადებები და მიმიღო გადაწყვეტილებები. თუ რაღაცას ვაკეთებდი უფლისათვის, ეს შეიძლებოდა გამეჟღერებინა თუ არა და არა და. იცით, იქ როდესაც ეს კითხვა დამისვეს, მე ზუსტად ვაცნობიერებდი, რომ ეს კითხვა იყო არა მისგან მოსული, არამედ ღმერთისგან. და ღმერთის წინაშე ხელს რო ვიწევდი, ვაცნობიერებდი, რამხელა ფასის გადახდა შეიძლებოდა ყოფილიყო საჭირო. ამას ცოდნა უნდა მეგობრებო. იმიტომ რომ ჩვენ ხანდახან ვებმებით ხოლმე ბრძოლაში, მაგრამ მსუბუქი ხასიათის ადამიანები ვით მოგვდის ხოლმე, რომ გადაწყვეტილებას მივიღებთ, მოდი ამას ავაშენებ, მოდი იმას გავაკეთებ, მოდი იქ ჩავაბარებ, მაგრამ მერე როდესაც ვარჯიში ჭირდება, მსხვერპლის გაღება ჭირდება, თანხების ინვესტირება ჭირდება, დროის ინვესტირება ჭირდება, დილას ადრე ადგომა ჭირდება, მარხვალოცვა ჭირდება, ფასის გადახდა აღარ გვიწევს ხოლმე და ძალიან მალე მოგწყინდება ხოლმე მიზნისაკენ სწრაფვა და მერე ნაკლებზე ვთანხმდებით ახალ ოცნებებს ვეპოტინებით ხოლმე და რამდენჯერ მქონია შემთხვევა თუნდაც ახლა სულიერ მიზნებს რო თავი დავანებოთ ეკლესიაში ახალგაზრდებს ან ვინმეს კონსულტაციას რო უტარებდა რომ მოდის და ადამიანს 47 სამსახური რო აქვს უკვე გამოცვლილი და მორიგი სამსახურიდან წამოსვლას რო აპირებს და იქაც რო კონფლიქტი შეექმნა და იქაც რო რაღაცა ვერ არის ისე და
იცი რა, ყველას გვინდა ხოლმე რაღაცა მიზანი დავისახოთ, რაღაცას მივახციოთ, მაგრამ ფასის გადახდაზე როცა მიდგება საქმე, მერე მიზანიც ფერფრთალდება ხოლმე ჩვენთვის. მიზანი გვეჩვენება ხოლმე. ნაკლებ მიმზიდველი, არა ისეთი, როგორიც მანამდე გვეჩვენებოდა, იმიტომ რომ ფასის გადახდა არ გვინდა და იესო ქრისტემ ჩვენ ილუზიები არ შეგვიქმნა. როდესაც ის გველაპარაკებოდა მისადმი მსახურებაზე, სახარების სამსახურში ჩადგომაზე, მას არ შეულამაზებია არაფერი. ის გველაპარაკებოდა, რომ ფასი იქნებოდა გადასახდელი განსაკუთრებული. და აი აქ ამ თავში სწორედ ამაზე იქნება საუბარი. მიძღვნის ხარისხი უნდა ვიცოდეთ რა მოგველის. ჩვენ ჯარისკაცები ვართ. წმინდა წერილში წერია, რომ ჩვენ ვართ მეომრები, ჩვენ ვართ ბრძოლაში ჩართულნი და უნდა ვიცოდეთ, რომ გახდენ თუ არა შენი თავის იდენტიფიცირებას, როგორც ჯარისკაცის, როგორც მეომრის, სულაც არ არის ამაზე დამოკიდებული, შენ მართლა ხარ თუ არა ჯარისკაცი. უბრალოდ შენ ან ხარ ჯარისკაცი, რომელიც გამარჯვებულია და იბრძვის და აცნობიერებს, რომ მტერი ყავს გარშემო და მბრუნავი ლომები დადიან მის გარშემო, ან გძინავს და დატყვევებული ჯარისკაცი ხარ, მაგრამ ჯარისკაცი ყველა ვარიანტში ხარ. ჩვენ ბრძოლაში ვარ ჩართული და ჩვენ აი ამ კვირების განმავლობაში საუბრობდით ამაზე და სხვათა შორის ეკლესიაშიც ამაზე ვილაპარაკე, რომ ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ და ეს განსაკუთრებული ზებუნებრივი ბრძოლაა და ამ ზებუნებრივ ბრძოლას ზებუნებრივად ჭირდება წარმოება. მეორე ტიმოთეს 2:4-ში აი ჩემი უსაყვარლესი მუხლი არის, იმიტომ რომ აი ეს პირდაპირ ლაპარაკობს იმაზე, რა ფასის გადახდა მოგვიწევს ჩვენ მეგობრებო და მე სულაც არ მინდა ეხლა თქვენ აქ ილუზიები შეგიქმნა და არც ის მინდა რომ თქვენ შორის ვინმე აღმოჩნდეს ისეთი, ვინც იესო ქრისტეს მსახურებას, ქრისტესადმი მსახურებას ანგარებისთვის გამოიყენებს, ან ზერელედ მიუდგება და ეგონება, რომ აი ეს კურთხევა არის და ამიტომ მოდი ვიქნები და არა, კურთხევა არის, რა თქმა უნდა და პატივიც არის, მაგრამ კურთხევამდე ჩვენ ხშირად ფასის გადახდა გვიწევს და არ მინდა რომ ძალიან მიამიტურად გამოგივიდეთ ეს და უნდა იცოდეთ თქვენ რას ნიშნავს ამ ჯგუფში ყოფნა. ეს არ არის ლამაზი ტრენინგების გავლა და დროის მართვა და კომპეტენციების სწავლა და რაღაცა ტექნიკების სწავლა და რაღაცა სასწაულების დამოწმება, არა მეგობრებო, ეს არის ბრძოლა და აი ეს მუხლი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ არც ერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა ასიამოვნოს მხედართმთავარს. და ჩვენ გვეუბნებიან, რომ მეომარი თუ ხარ, შენ ყავს მხედართმთავარი, რომელიც არის იესო ქრისტე და აი იესო ქრისტეს სიამოვნება, მისი ნების აღსრულება, მის სამსახურში ყოფნა უნდა იყოს ყველაზე პრიორიტეტული შენთვის და არ უნდა არსებობდეს შენ ცხოვრებაში არანაირი ცხოვრებისეული საქმე, არანაირი ცხოვრებისეული საჭიროება, რომელიც ჩადგება შენსა და შენს მხედართმთავარს შორის. ანუ ჭეშმარიტი მეომარი თუ ხარ და ხარ შენი მოწოდების სიმაღლეზე, წმინდა წერილი გეუბნება, სული წმინდა გეუბნება, რომ შენ ვერანაირი მიზეზი ვერ შეგბორკავს. იმაში, რომ ასიამოვნოს შენს მხედართმთავარს, ანუ უფალი იესო ქრისტეს. ანუ ეს ძალიან სერიოზული სტანდარტი არის, მეგობრებო. ერთხელ უბნის ხელმძღვანელი ვიყავი, მაშინ დაახლოებით პირველი შვილი ყავდა შეძენილი, ეს იქნება დაახლოებით 22 წლის წინანდელი ამბავი და დეჩემი ემიგრაციაში იყო და ჩემ ქორწილში ვერ ჩამოვიდა, იმიტომ რომ საბუთები არ ქონდა. მე გაიკეთა საბუთი და უკვე ბავშვი მყავდა 5 თვის, როცა ჩამოვიდა დედაჩემი. და წარმოიდგინეთ, ახლა მე თვითონ ემიგრაციაში ვიყავი, მე დავბრუნდი, დედა დავტოვე, მე დედა საბუთებს ელოდებოდა და ვერ ჩამოვიდა და რო ჩამოვიდა, რა ხდებოდა ჩვენს ოჯახში, იმიტომ რომ ქორწილი იყო, შვილი ყავს, სანათესაო მოდის სანათესაოზე და რაღაცა მსახურებაში მქონდა დაგეგმილი და სტუმრები მოდიან რა, სტუმრებზე და ვერ გავაკეთე ეს საქმე, რაც მინდოდა რომ გამეკეთებინა არა და კი არ მეზარებოდა, უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოვიცალე და როდესაც მსახურებაზე მივედი ქებადიდების დროს, უფალს ვეუბნები, რომ უფალო მეთქი
ხო იცი მეთქე, შენც ხო იცი ახლა, რომ მართლა ვერ მოვიცალე მეთქი და ძალიან გულზე მსჯავრიც არ მედებოდა და უცებ უფალი დამელაპარაკა. როცა უფალი გელაპარაკება, წლები გადის და არ გავიწყდება რა. მეოთხედი საუკუნე გავიდა იმის მერე, მაგრამ ის ადგილიც მახსოვს, სადაც ვიდექი და უფალი როგორ დამელაპარაკა და ნახეთ რა მითხრა. რა მნიშვნელობა აქვს მიზეზი რა იყო, საპატიო თუ არა საპატიო. თავარი ის არის, რომ თქვენი ჩანაფიქრი ჩემი საქმე არ შესრულდა. შედეგი ეს არის. ადამიანი თუ მოკვდა, იმას აგური მოხდა, წყალში დაიხჩო, თოფი ესროლეს თუ რა, უკვე არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, რა მოხდა რა კაცი რა. თუ მაგალითად ჭიქა გატყდა, ესე ცეკვით მიქონდა ეს ჭიქა, ფეხი წამოკარი გეზარებოდა, დაბლა დაახეთქე თუ რაღაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს ვითარებებს, მაგრამ შედეგი არის ის, რომ ჭიქა გატყდა. თუ საქმე არ გაკეთდა, რომელიც ზეცას უნდოდა რომ გაკეთებულიყო. ეხლა ეგ რომელიღაცა მეომარი ამის გამო შეიბორკა, იმის გამო შეიბორკა თუ თავარია რომ მტერმა მიაღწია წარმატებას რაღაცა ისე გათვალა, რომ ჩვენ შევიბორკეთ და საქმე ვერ გავაკეთეთ. გარემოებებზე აღმოჩნდით ჩვენ დამოკიდებული და არა გარემოებები ჩვენზე დამოკიდებული. და აი წმინდა წერილი ამბობს, რომ არც ერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა ასე ამონოს ხედავ თავარზე, აი ეს რო უფალი დამელაპარაკა მე იმ დღეს, ჩემთვის ეს გახდა გაკვეთილი, რომ საპატიო მიზეზი არ არსებობს. თუ რაღაცა არის გასაკეთებელი, თუ რაღაცას გრძნობრო, უფალს უნდა რომ ეს შენი ხელიდან გააკეთოს, შენ ისეთ მიზეზს ვერ იტყვი, რომელზეც ზეცა დაგეთანხმება და იტყვის, თუ ეს მიზეზი იყო, კარგი, მაშინ შენ აღარ მოგეთხოვება ამის გაკეთება. გამორიცხულია. არ არსებობს ცხოვრებისეული არანაირი საქმე, რომელიცაც შენ შეგიძლია რომ შეიბორკო ლეგიტიმურად და ვერ ასიამოვნო შენს მხედართობას. ასეთი რამე არ არსებობს და წარმოიდგინეთ, როგორი ჯარისკაცები ვართ ჩვენ. წარმოიდგინეთ, აი სახელმწიფოს ყავს ჯარი და გამოვიდა ხელმძღვანელი და თქვა, აი მივდივართ ახლა აი ამ ბრძოლაში, ეს არის გასაკეთებელი, ან თუნდაც ხანძარი იყო, შასაკრობია და შენ ეუბნები, რომ აი უფროსო, ახლა ამხანა გაუფროსო, მე ვერ წამოვალ, აი ჩემი ცოლი მირეკავს რაღაცა საქმე არის და ჯარში ხარ, შენ არავინ არ გეკითხება, დედა ყავს სუდად, მამა ყავს სუდად, ცოლი ყავს სუდად, შვილი ყავს სუდად. თუ ისეთი მიზეზია, რომ ჯარიდან უნდა გამოგიშვან, გამოგიშვებენ, მაგრამ ჯარისკაცი აღარ ხარ იმ მომენტში. თუ ჯარში ხარ და ჯარისკაცი ხარ, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შენ გეტყვიან, რომ კაი, იცექი, შენ გამოიძინე დღეს და ჩვენ წავალ და ჩვენ ჩავაქრობ ცეცხლს. ეს არის ჯარისკაცობა. ლუკას 16:13-ში წერია ასეთი რაღაცა: არც ერთ მსახურს ჩათვალეთ მეომარს, არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს. ან ერთი უნდა ზულდეს და მეორე უყვარდეს, ან იმერთ შეეთვისოს და მეორე მოიძულოს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც. და აი მამონაში ახლა ვინ არის მამონა? მამონა არის შენი საკუთარი თავი, რა თქმა უნდა, ბოროტიც იგულისხმება, ფულიც იგულისხმება, საკუთარი კომფორტიც იგულისხმება, მაგრამ უფალი პირდაპირ გელაპარაკება. ჩემი მსახური და საკუთარი თავის მსახური ერთად ვერ იქნებით. აი ეს ფასია მეგობრებო გადასახდელი. ასეთ მიძღვნაზე საუბრობს უფალი. ასეთ მიძღვნაზე გველაპარაკება სულიწმინდა და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ბრუკლენის ეკლესიის მსახურები, შენ არ გეუბნებია, რომ მონღოლეთში უნდა იყო მსახური. სადაც დაგაყენეს, აი ასეთი ხარისხის მიძღვნაზეა საუბარი. შესაძლებელია ლოგინში დაწვე უკვე და გთვლემდეს, მაგრამ გაგახსენდეს ერთი დაკარგული ბატკანი, რომელსაც ჭირდება წამოყენება და ადგე ლოგინიდან იმისთვის ილოცო დაურეკო და მოიკითხო. ასეთ ხარისხზე და ასეთ მსახურებაზეა საუბარი. შესაძლებელია შენთვის არ კონდეს გზის ფული, მაგრამ ვიღაცისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყოს ეკლესიაში მოსვლა, რომ შენ ამოიღო და მას მიცი. არ ვიცი რას მოგთხოვს უფალი, მაგრამ მიძღვნის ხარისხი არის უმაღლესი. ამაზე დიდი სტანდარტი მიძღვნაში არ არსებობს. მათეს 10:39-ში გველაპარაკება უფალი იესო ქრისტე, ვინც პოვებს თავის სიცოცხლეს დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემთვის დაკარგავს თავის სიცოცხლეს, პოვებს მას. უფალი იესო ქრისტე გველაპარაკება, რომ ჩვენ მოგვიწევს ჩვენ სიცოცხლეზე უარის თქმა იესო ქრისტეს სასარგებლოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გვახსოვდეს ჩვენ ეს. ამას ერთ დღეს
მოგთხოვენ. დღეს შეიძლება შენ არ დაგჭირდეს, მაგრამ ხვალ შეიძლება ლომების ხაროში ჩაგაგდო. ჩვენ არ ვიცით რა გველოდება. მაგრამ სიკვდილიო ერთმა მასწავლებელმა თქვა ღვთისმეტყველმა, სიკვდილი გაცილებით ადვილია იესო ქრისტესთვის, ვიდრე ცხოვრება იესო ქრისტესთვის. ეხლა მე არ მინდა რომ ძალიან დაგამძიმოთ და გულები გაგიტეხოთ სინამდვილეში ეს ძალიან მაგარი პატივი არის და ნახეთ აი ახალ სტატუსზე მინდა გავამახვილო ყურადღება ციკში შეიძლება ამ ფორმულირებით არ წერია მაგრამ აი გამოვკრიფე ეს და მათეს 10:40 წერია ვინც თქვენ ღებულობთ მე მღებულობს ხოლო ვინც მე მღებულობს ჩემს მომავლინებელს ღებულობს ნახეთ იესო ქრისტემ თავი გაიგივა ჩვენთან ვისთან ვინც ნახევრად მიძღვნილია რა თქმა უნდა არა ვინც თავი მიუძღვნა ისე როგორც აი წეგან მუხლებში წავიკითხეთ იესო ქრისტემ მათ თავი გაუტოლა და გეუბნება შენ თუ ღებულობენ მე მღებულობენ შენ თუ გისმენენ მე მისმენენ შენ თუ ლოცულობ ვიღაცისთვის მე ვლოცულობ ეს უკვე როგორი რაღაცა იცი მე კი აღარ გაგიკვირდება რომ უი ლაშა მილოცა ჩემთვის და განვიკურნე განიკურნები იმიტომ რომ თუ იესო ქრისტე თავს გიტოლებს თავის მეგობარს გიწოდებს შენგან მოქმედებს ის, მაგრამ მოქმედებს იმ ადამიანებისგან, ვინც მიძღვნილია. და მიძღვნის ხარისხი არის უმაღლესი, მეგობრებო. პატივია ჩვენთვის აი ამ სტატუსის ტარება. შენ ხარ ცოცხალი ღმერთის წარმოება, პონტიფიკი კი არ არის, პაპი სადღაცა რომში. შენ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ბრუკლინში ცხოვრობ, სადღაც იქ ცხოვრობ, ხო? რაღაცა საკეთებ და შენ ხარ ქრისტეს ცოცხალი წარმომადგენელი. რამის თქმა გინდა ლაშა? გამორთული გაქვს მიკროფონი. აი წინა სლაიდზე მაინტერესებდა რაღაცა. შეიძლება ერთ სლაიდზე. კი. ვინც პოვებს თავის სიცოცხლეს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემთვის დაკარგავს თავის სიცოცხლეს, პოვებს მას. აი მაგალითად აი ეს რაღაც ვერ გვებულობ იმიტომ რომ აი მაგალითად გააქვს შენი სამსახური მუშაობ ხო შენი პასუხისმგებლობები რაღაცები რომელიც ვფიქრობ რომ მერტმა ისე მოაწყო რომ ესე გაქვს მაგრამ აი რა ნაწილში ანუ აი რა ნაწილში გავიგო ის რომ ვინც თავის სიცოცხლეს პოვებს თავის სიცოცხლეს და დაკარგავს მას ვინც ხოლო ვინც ჩემთვის დაკარგავს ანუ აი როგორ დავკარგო უფლისთვის სიცოცხლე აი ეხლა პირადი მაგალითითაც გეტყვი და წმინდა წერილის მაგალითითაც გეტყვი რაღაცა რაც შენთვის ძვირფასია რაღაც მომენტში შეიძლება დადგე არჩევანის წინაშე და უფალმა უბრალოდ გამოგცადოს ან საქმეს მართლად დაჭირდეს როგორც მაგალითად აბრაამს უთხრა რომ წამოიყვანა ისაკი შემომწირე და რა გამოვიდა ისაკი შეწირა და დაკარგა შეწირა კი ბატონო მაგრამ კი არ დაკარგა ისე იპოვა როგორც ვერასოდეს ვერ შეძლებდა ისაკის პოვნას ღმერთისთვის რო არ შეეწირა აი იყო ჩემს ცხოვრებაში მომენტი როდესაც რაღაცა პროექტს ხელმძღვანელობდი და რაღაცა ისეთი პირობები წამიყენეს რომ ვლოცულობდი ღმერთო რა გავაკეთო მეთქი უმუშევარი ვიყავი და მჭირდებოდა ამ პროექტში თუნდაც მინიმალური ხელფასის ქონა და უფალმა მითხრა რომ გაანებე თავი ჩემი გულისთვის უარი თქვი ამას და მეთქი ღმერთო დავკარგავ ახლა ამას და ოჯახი მყავს სარჩენი და შემახსენა ეს ადგილი საულმა ვირები დაკარგა მაგრამ მეფობა იპოვა ჩემი გულისთვის თუ რაღაცაზე უარს იტყვი მე შენ გაკურთხებ და შევწირე ეს საქმე უარი ვთქვი თუმცა ძალიან მიჭირდა მაგრამ დაახლოებით 6 თვეში შემოbrunდა ყველაფერი რომ გაცილებით უკეთესი პირობებით ხვეწნად დამიწყეს რომ ამ პროექტის ხელმძღვანელი გამხდარიყო და სამჯერ უფრო კარგ პირობებში გავხდი ამის ხელმძღვანელი არის აი თუნდაც ბინაზე ერთხელ უფალი შემეკითხა რომ როგორ შენ სახს გაყიდი და მოიტან ეკლესიაში შემომწირავ თანხას მოყოლილიც მაქვს 2 კვირის განმავლობაში პასუხი არ გამეცია უფლისთვის მე ვლოცულობდი და ვფიქრობდი რა მოყვებოდა ამას მე რო ეს გამაკეთებინა და საბოლოო ჯამში როდესაც დავწონე ყველაფერი შეგნებულად მივედი და უფალს უთხარი რომ უფალო შენ თუ მეტყვი ოღონდ მე უნდა ვიყო დარწმუნებული რომ შენ მეუბნები და რაღაცა იმიტომ რომ ემოციური ადამიანი ვარ რაღაცა ემოციებს არ ავყევ შენ თუ მეტყვი მე ამას გავაკეთებ და უფალმა მითხრა არა ჩაგეთვალა აი ეს მომენტი არის და მინდა გითხრა რომ იმაზე კარგი სახლიც მომცა უფალმა მაგრამ არის მომენტი როდესაც შენ
არგავ რაღაცას. შენი სიცოცხლე რა არის? შენი კომფორტი, შენი მიზნები. აი ერთ მაგალითს გეტყვი კიდე. კომუნისტების დროს იყო ერთი ძალიან კარგი მომენტი. გამოიყვანა კგბ-მ უშიშროებამ 10 ადამიანი, რომელიც მორწმუნეები იყვნენ, დაჭერილი ყავდა და დახვრეტა მიუსაჯეს რაღაცისგან. და 10 ადამიანი ესე რო იდგა, ჯარისკაცები დაუყენეს და თოფი მიუშვირეს და ეუბნეოდნენ, რომ აი ვინც ახლა იტყვის უარს იესო ქრისტეზე, იმას სიცოცხლე შეუნარჩუნებ და ვინც არ იტყვის, იმას დავხრიტავ და ჯარისკაცები დგანან და უნდა დახვრიტონ ესე და ამ 10-დან თურმე 9 თქვა, რომ ჩვენო მოუკვდებითო იესო ქრისტესთვისო და ერთი იდგა და ვერ გაუძლო და გამოვიდა და რო გამოვიდა აქეთ და იქ კგბ-ს თანამშრომლებმა მიულოცეს სუფის, რომ გილოცავთო, ერთმა ჯარისკაცმა თოფი დააგდო, წავიდა და იქ დადგა იმის ადგილას. და ყველა გაუგნებული იყო. სინამდვილეში არავინ არ დახვრიტეს რა. ეს ჯარისკაცის დაიჭირეს, მაგრამ კითხეს მე რა გააკეთეო და რა გავაკეთეო და დავინახეო, რომ აი ეს ადამიანები იქ რო იდგნენ, რომ ზეციდანო ოქროს გვირგვინები ჩამოვიდაო ესეო და თავებზე დაადგაო იმათო. და იესო ქრისტეო მათ ფარველად გამომეცხადაო და უყურებდიო და მშურდაო ამათიო რა მაგარი იყო და იმან ადგილი რო გაანთავისუფლაო, წავედიო და იმ გვირგვინის ქვეშ დავდექიო რა. Wow. აი არის მომენტი, როდესაც შენ გიწევს შენ სიცოცხლეზე, შენ თუ ამას თუ უფალი გთხოვს, რა თქმა უნდა, ეხლა ავდგე და წავედი ეხლა ესე ხურციელი გადაწყვეტილება, თვითნებური მსახურება ქვია ამას მინდა წერილში, როდესაც აი ვიღაცები გაიხიზნენ სადღაცა მონასტერში და წავედი და მე ყველაფერზე დაგავალ აი იესო ქრისტემ. რასაც გავალებს უფალი იესო ქრისტე, ამაზეა საუბარი და თუ ოღონდ იესო ქრისტე გეუბნება, თუ ჩემი გულისთვის შენ ამის გაღება მოგიწევს და დაკარგავ, პირიქით პოულობ შენ ამას. პირიქით პოულობ შენ. მე მაგალითად პოლიტიკოსობაზე ვოცნებობდი, ბიზნესმენობაზე ვოცნებობდი და გავხდი მქადაგებელი და ძალიან გული მწყდებოდა. აი არ მინდოდა მქადაგებლობა, მინდოდა რომ ყოფილიყავი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, ასე შემდეგ და ღმერთმა ისეთი რაღაცა გამიკეთა, რომ რადგან მისი მსახურების გულისთვის რაღაცაზე უარი ვთქვი, თვითონ ეკლესიის წიაღში ბიზნესმენობის უფლებაც მომცა და პოლიტიკაზე ზეგავლენის უნარიც და უფლებაც მომცა და აი დავკარგე რაღაცა ქრისტესთვის, მაგრამ მომცა ეს, რაც ძალიან მიყვარდა. ანუ იესო ქრისტე ვალში არ გრჩება, მაგრამ არის მომენტი და პერიოდი, როდესაც შენ ცხვერპლად გაღება გიწევს ამის. ხო, იქ კარგად გილევს დგავართ გურამ ერთსაც ჩავიკითხები. სხვა ადამიანისთვის სიცოცხლის გაწირვას მოგთხოვს ღმერთი? ანუ აი რამდენად კარგი რას გულისხმობ სიცოცხლის გაწირვაში? აი ხო წერია რომ ვინც ჩემთვის გაწირვასო, მას ის მიიღებსო უკან, ხო? ხო, მაგრამ ეს იესო ქრისტეა. ხო, იესო ქრისტესთვის, მაგრამ სხვა ადამიანზე ხო არ არის ნათქვამი. აი მაგალითად ხვისთვის რო გაწირო, შენი შვილისთვის. ანუ შენი ცოლისთვის, შენი მეგობრისთვის. მაგას ხო არ გთხოვს ღმერთი? აი წერია წმინდა წერილში, რომ ვინც მეგობრისთვის დადებს თავის სიცოცხლეს, ამაზე დიდი სიყვარული არ არისო, თუ არ ვწდები ესეთი ფორმულირები წერია. მე ახლა ვერ გეტყვი, რომ აი ესე წერია მცნება, რომ სხვებისთვის გაწირებ, მაგრამ არ გამოურიცხავ, რომ იყოს მომენტი, როდესაც უფალი დაგელაპარაკება, მაგრამ უფალი უნდა დაგელაპარაკოს და უნდა დაგიმოწმოს და სულიწმინდაც მოიტანს ამ მოწმობას და წმინდა წერილიდანაც გაპოვნინებს ადგილებს, როდესაც შენ მოგიწევს მსხვერპლის გაღება კონკრეტულად რაღაცისთვის. გააჩნია სიტუაციას და გააჩნია ამასთან, რომ ზოგადად ესე რომ აი სტანდარტული ფორმა არსებობდეს, რომ შენ სხვისთვის სიცოცხლე უნდა გაიღო, ესეთი არა, თუმცა იესო ქრისტესთვის სიცოცხლის გაღება ავტომატურად ნიშნავს სხვა ადამიანებისთვის სიცოცხლის გაღებას, იმიტომ რომ სხვა ადამიანების გადარჩენას ემსახურება შენი მიძღვნა იესო ქრისტესადმი. მაგრამ ყველა კონკრეტულ სიტუაციას ჭირდება კონკრეტული შესწავლა და ინდივიდუალურად კვლევა. წმინდა წერილისგან და სულიწმინდისგან დამოწმებების მიღება. სხვანაირად ესე ვერ იტყვი, რომ უფალი ან გთხოვს ან არ გთხოვს. ხო, ან საკვანძო მომენტი მაინც ის არის, რომ უნდა გრძნობდე, რომ ეგ ღმერთისგან აქვს. გრძნობდე კი არა, უნდა ნამდვილად იცოდე, რომ განა.
ეგ არის მთავარი. აუცილებლად მარტო ადამიანთან მიმართებაში კი არა, ნებისმიერ სხვა საკითხთან მიმართებაში. ხო. აჰა. აი, მადლობა გურამ, გასაგები. აი ხარ. ვინც თქვენ ღებულობთ, მე მღებულობს, ხოლო ვინც მე მღებულობს, ჩემს მომავნილებელს ღებულობს. ეს არის უმაღლესი სტატუსი, რომელიც ქრისტესადმი მიძღვნილ ადამიანებს ერგებათ. საფასური დიდია. უნდა იცოდე რა ფასის გადახდა გიწევს. რეალურად უნდა დაუსვა საკუთარ თავს კითხვა, უკვდები კი საკუთარ თავს. იმიტომ რომ იესო ქრისტე ამბობს, რომ უგუნურია მშენებელი, რომელიც სახლს აშენებს, მაგრამ საძირკველს არ თხრის და მყარზე არ აშენებს ის კლდეზე, რომელზეც მოციქული პავლე ამბობს, რომ სხვა საძირკველი შეუძლებელია დადოს კაცმა თუ არა იესო ქრისტე. ეს კლდე არის იესო ქრისტე და თუ შენ გაიოლებულ ფორმებს ეძებ, წმინდა წერილში წერია, რომ მოვა განსაცდელები, შეუძლებელია არ მოვიდეს ეს ქარიშხლები, წყლები და დაანგრევს აი ამ შენ რწმენის ხომალს, შენი რწმენით ნაშენებ რაღაცა შენობას და წერია, რომ ზოგიერთები გადარჩნენ, მაგრამ როგორც ცეცხლისგან და შიშვლები აღმოჩნდნენ. მართლა გააზრებული, აი, როდესაც მოდისო შენს წინააღმდეგ მეფე 20,000-ით შენ ხო არ შეგიძლია დახვდე 10,000-ითო გეუბნება, ხო? აი, შენ უნდა დაჯდე, გამოითვალო. მზად იქნები იესო ქრისტემ სიცოცხლე რომ მოგთხოვოს, რომ გაიღო მისთვის. ახლა ვიღაცამ ეს კითხვა რომ დამისვას, აი იესო ქრისტემ იქ სიკვდილი რომ მოგთხოვოს იმისთვის, მზად იქნები? ჩემი პასუხი რა იქნება გეტყვით, რომ რაღაცა არასწორი გაგება რო არ მოვიდეს. მე ასე უპასუხებდი. თუ უფალი იესო ქრისტე მთხოვს, ის მომცემს ძალასაც, რომ მისთვის მე ეს მსხვერპლი გავიღო. თავად მე ამის ძალა არ გამაჩნია, მაგრამ ჩემი ნება, რომელიც არის თავისუფალი ნება, მე დღეს ჩემს ნებას უქვემდებარებ მას და ვამბობ, რომ უფალო, თუ შენ მთხოვ რაღაცას, თხოვ შენ ძალაც მომცე, რომ შენი ნება აღვასრო. მე ვერ დავიკვეხნი, რომ ჩემს თავს სამსხვერპლოზე მოვიტან ნებისმიერ წუთას, როცა იესო ქრისტე ხავს. მე არა ვარ ასეთი ძლიერი და არც არავინ არის ასეთი ძლიერი, მაგრამ ამაზე წერფელად შემიძლია გიპასუხოთ, რომ ეს გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, თუ უფალი მთხოვს, მისი იმედით, მისი სულის შეწევნის იმედით, მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ ჩემი თავი სამსხვერპლოზე მოვიტანო. არა მხოლოდ იესო ქრისტესთვის პიროვნულად, არამედ მისი ნებისმიერი მიზნისთვის, რომელსაც ის დამავალებს. სახურება იქნება ეს თუ დილით ადრე ადგომა იქნება ეს 5 საათზე იქნება თუ 4 საათზე, რო თქვენთან ჩავერთო თუ რაღაცის გაკეთება იქნება ვიღაცისთვის, ჩემი შვილებისთვის მოკლება იქნება და ვიღაცის კურთხევა იქნება თუ ფეხის დაბანა იქნება თუ ბოდიშის მოხდა იქნება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რასაც დამანახებს იესო ქრისტე, ყველაფერს გადაწყვეტილი მაქვს, რომ ყველაფერს შევეჭიდო და ყველაფრის კეთება დავიწყო. ოღონდ იმის იმედით, რომ სული წმინდა შემეწევა. ჩემი თავის იმედი არ მაქვს. აი აქ ჩვენ ყველამ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს კითხვები. მართლა ვუკვდებით საკუთარ თავს? მართლა ვიღებთ სხვებს და ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც უფალმა დაგვავალა, თუ ვეძებთ კომფორტულ გასაძრომებს, ვეძებთ ისეთ რაღაცეებს, რაც ჩვენთვის არის კომფორტული და არა ის, რასაც უფალი გვავალებს. ამ კითხვაზე მე ეს რიტორიკული კითხვა არის და ყველა თქვენგანმა თქვენთვის უნდა უპასუხოთ. იცოდეთ, რომ თუ ბოლომდე არა ვართ მიძღვნილები, ეს მიძღვნა გამოიცდება აუცილებლად და სარბიელზე ვერ გავჩერდებით. იესოს მისია იყო ღმერთის საქმე. იოანეს 6:38-40, რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა. იესო გამუდმებით ფოკუსს ამახვილებდა იმაზე, რაც მამას სურდა, რისი გაკეთებაც მამას უნდოდა. ხოლო ჩემი მომავლინების ნება ის არის, რომ რაც მან მომცა არაფერი დამეკარგოს, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს. ჩემი მამის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. აი იესო ქრისტეს მისია. როგორ შეიძლება შენ მოუკვდე საკუთარ თავს და ქრისტემ დაიწყოს შენში ცხოვრება, როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, რომ მე მოუკვდი და ახლა ქრისტე ცოცხლობს შენში და სინამდვილეში შენ მოუკვდე მართლა საკუთარ თავს და ქრისტემ დაიწყო შენში ცხოვრება და აი ეს მისია დაავიწყდეს შენში. შეუძლებელია. თუ შენ ამ მისიისთვის არ ცხოვრობ, თუ შენ
იმისთვის არ ცხოვრობ, რომ ყველა ვინც იესო ქრისტეს ირწმუნებს, გადარჩეს და დაკარგულის ძებნას არ უძღვნი საკუთარ თავს და დაკარგულის გადარჩენას არ უძღვნი საკუთარ თავს, შენ უკვე მისიას აცდენილი ხარ. ეს არის შენი ჩანაფიქრი. შენი დავალება. პატივი და არა ტვირთი. ნახეთ, აი, როდესაც მოწაფეებმა უთხრეს, რომ ძიმე სწავლებაო, ბევრი წავიდაო, იესო ქრისტემ პირდაპირ უთხრა მათ. იოანეს 6:67-69. თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა? ის არ გვეხვეწება, მეგობრებო ჩვენ. ეს შენ გული უნდა ეთქავდეს, გინდოდეს, სუნთქავდე იმით, რომ იესო ქრისტეს ემსახურო. თუ ამ მდგომარეობაში არ ახარ, ხო? იმუშავე საკუთარ თავზე, უთხარი სულიწმინდას, რომ აგიხილოს თვალები, ღირებულებები შეგინაცვლოს, დაგელაპარაკოს, გასწავლოს, გამოცხადებები მოგცეს. იმიტომ რომ იესო ქრისტე მოგცემს ამ გამოცხადებას, ნუ გეშინია შენ. ოღონდ აი არჩევანი გააკეთე, რომ ზიდო მისი ტვირთი, მისი უღელი. ყოველ ღმერთს რომ გამოგიცხადოს, რომ ეს არის უდიდესი პატივი. სიმონ პეტრემ ამის შესახებ იცოდა, უფალო, ვიღასთან წავიდეთ საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენაგავს. ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ახარ ქრისტე, ძეცოცხალი ღმერთისა. სად უნდა წავიდეთ, მეგობრებო? ამაზე დიდი პატივი არ არსებობს, რომ ვიყოთ მისი მსახურები, მაგრამ თუ ამის განცდა არ გაქვს, თუ შენ გიმძიმს, ტვირთად გექცა და ხალის კარგავ, ეს იმის გამოა, რომ სურათს კარგად ვერ ხედავ. განიახლე ფოკუსი, ხოვე სულიწმინდას, რომ აი რო შემეკითხოთ რეალურად ახლა ჩემ თავს არ ვიქებ, მეგობრებო. აი ხანდახან ტირი ვართ ხოლმე, აი როდესაც ვაცნობიერებთ რამხელა პატივია, რომ უფლის სამსახურში ვიყოთ, აი რო დამაყენო ახლა და მითხრა, რომ აი რა გინდა ახლა გირჩევნია, რომ გახდე პრეზიდენტი ან იყო ვიღაცა ცნობილი ბიზნესმენი ან რაღაცა თუ მოწოდებული ხარ, ეგეც მსახურებაა, მაგრამ თუ იყო მსახური აი უფრო დიდ პატივად მიმაჩნია, რომ ვიყო ბრუკლინის ეკლესიის მსახური ან რომელიმე ეკლესიის მსახური ან რაიმე საქმეში ქრისტეს საქმე ვაკეთო, ვიდრე ჩემი კარიერული ზრდა, იმიტომ რომ აი თუ მეცოდინება, რომ ეს არის საქმე, რომელიც ღმერთმა დამავალა, მართლა უდიდესი პატივი ეს არის და ამაში უღებულობ სიამოვნებას. ძნელია ხანდახან, რა თქმა უნდა, წამოწოლას და ფეხი-ფეხზე გადადებას რა ჯობია. დაძინებას რა ჯობია, ახლა გრილა და წამოვწებოდი და დავიზინებდი, მაგრამ პატივი უფრო დიდია, ხვდებით? ოღონდ აი აქამდე მისვლა ავტომატურად არ ხდება. აი რაღაცნაირად უნდა ქრისტეს თვალებით ხურება ისწავლო შენი ცხოვრებისადმი, შენი შესაძლებლობისადმი, შენი შესაძლებლობაში გულისხმობ აი ოპორტუნიტი, რასაც ქვია. რასაც უფალი გაძლევს. გარემოებები, რომ აი ღმერთის თვალებით შეხედო და მართლა ისე უნდა ფიქრობდე, რომ ეს არის პატივი, ეს მოჩვენებითი არ უნდა იყოს, თორე სხვანაირად გაგიჭირდება. სხვანაირად გადაგძალავს შენი და თუ გძალავს შენი ეგოიზმი, ხო? ესე იგი ჯერ ვერ მიხვედი იმ კონდიციამდე და ილოცე, ხოვე, რომ აი პატივის განცდა გქონდეს და კი არ გიმძიმდეს ტვირთი. ტვირთი არის, მაგრამ საამური ტვირთია და პატივია აი ქრისტეს მსახურების, სახარების მსახურების ტვირთის ზიდვა და ამ კონდიციამდე მისვლა შესაძლებელია, მეგობრებო. მიზანზე მორგებული ცხოვრება. აი გახსოვთ იესო ქრისტე 12 წლის რო იყო ტაძარში რო დარჩა და გაუკვირდა ლუკას 2:49-ში. რატომ მეძებდით? ნუ თუ არიცით რომ რაც მამაჩემისა იმაში უნდა ვიყო. შენ როგორ ხარ? აი დანახული გაქვს იესო ქრისტეს მიზანი შენ ცხოვრებაში და შენ ცხოვრებას აი ამ მიზანს უთავსებ და შეუსაბამებ თუ პირიქით შენი სურვილები გიდგას პირველ პრიორიტეტზე და შემდეგ უთავსებ ეკლესიის მსახურებას, ქრისტეს მსახურებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, იცოდე. შენს ცხოვრებას ურგებ, უთავსებ ქრისტეს მიერ შენთვის დადგენილ მისიას თუ ამ მისიას და მსახურებას ცდილობ რომ შეუსაბამო შენს ცხოვრებას და შენს მიზნებსა და შენს ოცნებებს. აი მე როდესაც მივხვდი რომ გარკვეულწილად ბიზნესში ვიყავი მოწოდებული, ჩემი გული ასეთი იყო, აი იცი კარგია ბიზნესმენი როცა ხარ, ფულსაც იშოვნი და ქრისტესაც მოემსახურები. რამოდენიმე წელიწადი ასეთი ფორმულირება მქონდა. ფულსაც ვიშოვნი და
ქრისტესაც მოვემსახურები. მაგრამ რაღაცა მომენტში მოხდა ჩემი შეხვედრა იესო ქრისტესთან. განახლება ფოკუსის და დავიწყე შემდეგ ასე საუბარი. კარგია ბიზნეს მსახურება. იესო ქრისტესაც მოვემსახურები და ფულსაც ვიშოვნი. თანმიმდევრობა შეიცვალა. თავარი იესო ქრისტეს მომსახურება და არა ფულის შოვნა. შეიძლება ფული იშოვნო, მაგრამ იესო ქრისტეს მსახურება არ დაგცალდეს. ამიტომ თუ პრიორიტეტი მართლა ეს არის, მე გადავწყვიტე. იცი მე უფალმა ესეც მითხრა, თუ ჩემი მსახურება გინდა, ამას ფული არ ჭირდება. აგერ ახლა შეგიძლია მომემსახურო და ფული როცა იქნება, მოვა. მე არ ვამბობ, რომ მილიონერი ვარ, მაგრამ უფალი ფარავს ზებუნებრივად ჩემს საჭიროებებს. და იცით რა, ეს დავიწყე მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ უმუშევარი ვიყავი და გაჭირვებული და დანგრეული იყო ქვეყანა. და იცით რა, პრიორიტეტი შენს მეტყველებაშიც უნდა ჩანდეს. იესო ქრისტეს მოვემსახურები და მეც კომფორტულად ვიქნები. კარგად ვიქნები და იესო ქრისტესაც მოვემსახურები. არასწორი თანმიმდევრობაა. შენს მისიაზე, რომელიც იესო ქრისტემ დაგავალა, ამაზეა მორგებული შენი ცხოვრება თუ შენს ცხოვრებაზე ცდილობ მოარგო იესო ქრისტეს მოწოდება და მისია, ამაზე დაუფიქრდი. ეხლა მე არ გეუბნებით, რომ ემოციური გადაწყვეტილებები მიიღოთ. აუ, მაშინ მე სამსახურს თავს დავანებებ და რასაც უფალი მეტყვის, არა. მოდი ჯერ უფალი დაგელაპარაკოს, გითხრას რა არის გასაკეთებელი და დაიწყე იმის კეთება და თუ იმის კეთება იმდენად მასშტაბური გახდება, რომ შენი სამსახური უკვე ამას მოეჭხირება და ხელს უშლის, მაშინ გაანებე სამსახურს თავი. მაგრამ დიდი ალბათობით შენ შეგიძლია იესო ქრისტეს მისიის შესრულებას და იმ სამსახურში ყოფნაც მოცემული მომენტისთვის მაინც, რომელშიც ახლა ხარ. დიდი ალბათობით. და თუ იმ დონეზე გაიზრდება შენი მისია, რომ მუშაობაში ხელი შეგეშლება, ამასაც დაგანახებს უფალი და მერე დააყენებ არჩევანის წინაშე შენს გადაწყვეტილებას. იმედია გასაგებად ვლაპარაკობ. მოწაფეების აღზრდა მიზნის გარშემო გაერთიანებით ხდება. იცით, აი, თუ დააკვირდით, ხო, მე ჩემს პიროვნებასთან არ ვცდილობ, რომ მოვაბა თითოეული თქვენგანი. გამუდმებით ვლაპარაკობთ იმაზე, რა არის ქრისტეს მისია, რა არის სახარების მისია და ვცდილობ, რომ თქვენი ცხოვრება იყოს ამ მისიის, ამ მიზნის გარშემო ფოკუსირებული. რატომ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო. მე მინახავს შემთხვევები ეკლესიაში, როდესაც ესა თუ ის მსახურება ყოფილა წარმატებული, მაგრამ ადამიანი, რომელიც იმ მსახურების ხელმძღვანელი იყო, ან წავიდა იმ მსახურებიდან, ან რაღაცა შეემთხვა და გაანთავისუფლეს და ის მსახურება დაინგრა. აი, ჩვენ ალბათ წინამძღოლობის 21 მიზანსაც განვიხილავთ დროთა განმავლობაში, იმიტომ რომ სატრენინგო საკითხები იმდენია, რომ როდის მოვრჩებით ამას ღმერთმა უწყის. და იქ ერთ-ერთი მომენტი ჯონ მაქსველს უწერია ასეთი, რომ თუ შენი საქმე შენი წასვლის შემდეგ აღარ გრძელდება, ჩათვალე, რომ შენ არ ყოფილხარ ჭეშმარიტი წინამძღოლი. ამაშია საქმე, მეგობრებო. და ძალიან ბევრჯერ ხდება ხოლმე, რომ ესა თუ ის მსახურება, ადამიანთა ჯგუფი კონკრეტული პიროვნებების გარშემო ერთიანდებიან და არა სისტემის და არა მიზნის და არა მისიის გარშემო. ამიტომაც იესო ქრისტემ ნახეთ რა გააკეთა. რა თქმა უნდა, ეხა იესო ქრისტე ჩვენი მიზანიც არის და მისიაც არის, მაგრამ მათი ფოკუსი გაამახვილა მათ მიერ გასაკეთებელ საქმეებზე. და ისიც უთხრა, რომ მე შეგეწევით ამაში. ის, რასაც მე და მაიკოს ვაკეთებთ ეხლა და ჩვენი თანამსახურებიც აკეთებენ, არის ის, რომ ბრუკლინის ეკლესიის ყურადღება და ფოკუსი გავამახვილოთ იმაზე, რაც იესო ქრისტეს აქვს დადგენილი, რომ ჩვენ რომ ძარ ვიყოთ, თქვენ უნდა გაცხოვდეთ რა არის გასაკეთებელი და გააკეთოთ ეს საქმე. იესო ქრისტემ ეს გააკეთა, ეს უნდა გააკეთოთ თქვენს და ასეთ ადამიანებს, როდესაც გაიმრავლებთ თქვენს გვერდით, ხო? თქვენი საქმე გაცილებით ეფექტური იქნება. სადის რომ მე ველაპარაკები ვიღაცა ერთს და სადის რომ მთელი კვირის განმავლობაში თქვენ ყველანი ფოკუსირებული იყავით ვიღაცა კონკრეტული ადამიანის სულიერ ზრდაზე, გამოწაფებაზე, დარჩენაზე, უჯრედში მოპატიჟებაზე, ღმერთთან დაახლოვებაზე და ასე. ნახეთ, ერთი ადამიანი კი არა ვარ. ერთი გადაიქცა 8. წარმოგიდგენიათ რა მაგარია? ახლა ეს 8 რო თავისნაირს გამოსდის, 8 გახდება 16, მერე 16 გახდება 32 და მისია გრძელდება.
მე შეიძლება საერთოდ აღარ ვიყო ბრუკლინში, მაგრამ მისია გაგრძელდება, მეგობრებო. იესო ქრისტე დედამიწაზე აღარ არის ფიზიკურად, მაგრამ მისია გრძელდება. მოციქულები აღარ არიან ფიზიკურად, მაგრამ მისია გრძელდება. რატომ? იმიტომ რომ ყველამ მოახერხა მოწაფეების შემდგომი თაობის ფოკუსის გამახვილება მისიაზე, სახარების საქმეზე და არა მათ კაიბიჭობაზე და მათ ავტორიტეტზე. შენი წასვლის შემდეგ ვინ გააგრძელებს შენ საქმეს? ამაზე ახლავე უნდა იფიქრო შენ. აი ისე არ უნდა იყოს, რომ ბიჭები რო წავლენ დასასვენებლად სადღაც ვინმეს დაბადების დღეზე, მორიგ ჯერზე. ჩვენ არ ვიცოდეთ აპარატურა ვინ უნდა ჩართოს. საგალობელი ვინ უნდა იმღეროს. აი მაგალითად გიო წაგვივიდა ეხლა და აღარა გვაქვს საგალობლები. ნუ ეხლა დროც ცოტა იყო, მაგრამ მე მაგალითად ხო აი ველოდები, როდესაც მსახურებაში ერთ ადამიანზე არ იქნება მსახურება ჩამოკიდებული. მაგალითად, როდესაც რეფორმას ვატარებდი საკვირაო სკოლაში, ასე გავაკეთე, რომ თვითონ ჯგუფს 4 მასწავლებელი დაუყენე, იმიტომ რომ იყო ხოლმე მომენტები საკვირაო სკოლაში, როდესაც მივედი, რომ რეფორმა გამეტარებინა. მასწავლებელი თუ ვერ მოვიდოდა, ერთი ჯგუფი რჩებოდა უპატრონოდ, საერთოდ უვარდებოდა კლასები. და თან ისე იყო, რომ ეს მასწავლებელი წლების განმავლობაში დადიოდა და საკვირაო სკოლას ატარებდა ისე, რომ თან მაშინ ონლაინ მსახურებები და ჩანაწერებიც არ ჰქონდა. კვირის მსახურებას ვერ ესწრებოდა და ვიზახოდი, ნეტა რა ღირებულებები აქვს ამ ადამიანს, ამ პატარა ბავშვებს ზრდის იქ. არის კი სულიერ ფორმაში. 4 მასწავლებელი დაუყენე თითო ჯგუფს. 2 მასწავლებელი მონაცვლეობით, კვირა გამოშვებით გაუზარდეთ, რომ ეს ორი რო კვირის მსახურებას ესწრებოდა, მეორე ორი იქ იყო ჯგუფში. იმ ორიდან ერთს რო რაღაც შემთხვევდა, ერთი მაინც მსახურებას ჩაატარებდა. და თუ ის ერთიც ვერ მოვიდოდა, იმ ორიდან ვიღაცა 4 მასწავლებელი იყო და სისტემა გაიმართა. დღემდე მუშაობს საკვირაო სკოლა, დღემდე მუშაობს ახალგაზრდული მსახურება, იმიტომ რომ სისტემა იყო ფოკუსის გარშემო, მისიის გარშემო შემოკრებილი და ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია თქვენს მიერ, როგორც ბრუკლინის ეკლესიის მსახურების მიერ. მიზნის გარეშე მსახურება არის ფუჭი ფაციფუცი. მე ამას წინათაც ვახსენებ. ყველაფერს რასაც ვაკეთებთ. მღერით, ხაჭაპური მოგვაქვს, ვიღაცას ვურეკავთ, ესაწირს ვაკეთებთ, ლოცულობთ, ყველაფერი არის ერთი მიზნის გარშემო ფოკუსირებული. ვიპოვოთ დაკარგული და გადავარჩინოთ და ვასწავლოთ ყოველივეს დაცვა. ანუ დავიმოწაფოთ, რომ ახლა ისინი გავიდნენ და იმათმა იპოვონ დაკარგული. სხვანაირად ეკლესიაში ძალიან ბევრი აქტივობა შეიძლება იყოს და თანამედროვე ეკლესიის გამოწვევა სწორედ ეს არის. ყველა მსახურება, რომლის წამოწყებას გვინდა, ან რომელშიც ვართ, უნდა გადიოდეს ცენზურას. უნდა ხდებოდეს ანალიზი, შეფასება, რას ემსახურება ეს მსახურება. რა მიზნები აქვს დასახული და რამდენად შეესაბამება ეს ქრისტეს მისიას. მეორე თესალონიკელთა 3:11 წერია, რადგან გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა და რა არის ეს უწესოდ მოქცევა? არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს. თქვენ არ გვინდა, რომ ეს შეფასება მივიღოთ იესო ქრისტესგან. თქვენ ლოცულობდით, თქვენ ხაჭაპურებს ეზიდებოდით, თქვენ ერთად იკრიბებოდით, უჯრედები გქონდათ, რაღაცა დილის ჩართვები გქონდათ, ტრენინგები გქონდათ, მაგრამ ერთი თქვენი გადარჩენილი ადამიანი მაჩვენეთ, აბა. და მივიდეთ იესო ქრისტესთან და გამოვიდეს, რომ ერთი ნარკომანი ვერ გავანთავისუფლეთ, ერთი ვერ გამკურნეთ, სახარება ვერ გავავრცელეთ, ვერავინ ცათა სასუფეველი ვერ განვავრცეთ. და ავედით ზეცაში, აი დაღლილები და უფალო შენი სახელით ამას ვაკეთებდით, იმას აკეთებდით და უფალმა გითხრას, რომ თქვენი გაკეთებული საქმე მე არ მინახავს. უჭად ფაციფუცობდით. მიზანი არის ჩვენი დაკარგულის მოძიება და გადარჩენა. ადამიანი რო გადარჩება, მაღლიდან რო იშვება და ჩაერთვება სატრენინგო პროგრამაში, უკვე მოწაფე რო გახდება, ჩათვალე რომ მისია შენი არის აღსრულებული ამ ადამიანთან მიმართებაში. გადადი შემდეგზე. ლუკას 19:10 უსაყვარლესი მუხლი ჩემი, ვინაიდან ძეკაცისა დაკარგულის მოსაძებნად და დასარჩენად მოვიდა. ჩვენ არ გვინდა უბრალოდ აქტივობა, ჩვენ გვინდა საქმის კეთება. ამიტომ ბუნებაშიც რო გახვედით, ჩემი გზავნილი იყო ეს: ჭამთ, სვამთ თუ სხვა რაიმეს აკეთებთ, ყველაფერს ვაკეთებთ რისთვის?
ქრისტეს სადიდებლად. ქრისტე უნდა განდიდეს ყველა ადამიანში, ვისაც მივწვდებით ჩვენ. იესო ქრისტეს სახელით. ამინ. სავარჯიშოები. რა გვაქვს ახლა, აი, რაც ავალებები არ მინდა რომ მოგცეთ, მაგრამ თქვენთვის მოინიშნეთ ეს. ჩამოწერე 3 შუალედური მიზანი. რატომ შუალედური? იმიტომ რომ ხა მიზანი ვიცით რაც არის რა. ბაკარგულის მოძიება და გადარჩენა. აი შუალედური მიზანი არის ლიკასთვის მაგალითად რომ პომადა იყიდოს და იმ გოგოს მიუტანოს. შუალედური მიზანია ერთ-ერთი. შუალედური მიზანი შეიძლება იყოს რომ სამწუთიანი დამოწმება როგორ ისწავლო რომ აი 3 წუთში უცებ სწრაფად ადამიანს დაუმოწმე. აი იმ დღეს ჩემი ტრაქტორისტი დავსვიაგ და დაუმოწმე. დაუმოწმე რა და მიყურებ და პირღია ეგრე. და იმის მერე მისი დამოკიდებულება შეიცვალა ჩემდამი რაღაცნაირად. აი ერთი-ორჯერ ახსენა მე მალე მოვკვდები და სახში რომ მივედი ვფიქრობდი ამ ადამიანს როგორ უნდა, იმიტომ რომ თან ხო იცი როგორი წარმოდგენა აქვს აქ მორწმუნეებზე, ეგრევე გაცუღლუტებიან ხოლმე, ისედაც ცუღლუტები არიან ხელოსნები და აი მოუნახე რაღაცნაირი ლოცულობდი და მოუნახე რაღაცნაირი ფორმა რომ ტრაქტორისტისთვის დამემოწმებინა და დაუმოწმე. ჩემი მიზანი არის ადამიანების გადარჩენა, მაგრამ შუალედური მიზანი იყო რომ ტრაქტორისტისთვის აქვს შანსი რომ ეკნებოდა, მისთვის მე დამემოწმებინა. მე კიდე შეეცადა რომ რაღაცეებში მოვეტყუებინე, მაგრამ დაუჯექი, შვიდად გოხდათ დაუთვალე, 100 ლარით მეტიც მივეცი, ისიც დაინახა რომ ძუნწი არა ვარ, მაგრამ ისიც დაინახა რომ ადვილი მოსატყუებელი არ ვარ. მაგრამ დაუმოწმე იესო ქრისტე. განსაზღვრე აი 3 შუალედური მიზანი მაინც ჩამოწერე, რომელიც აი ფურცელზე დაიწერე, რომელზეც დარწმუნებული ხარ, შენ ასე ფიქრობ, რომ ეს ღმერთმა ჩაგიდო გულში. დაწერე რა, ეს თვალსაჩინოდ იყოს შენთვის, იმიტომ რომ ტვინში დღეს რაღაცა მოგივიდა, ხვალე დაგავიწყდა, ხვალე ახალი მოგივიდა, ზეგდაბო რაღაცა მერე გურამიმ შეგეკითხა და უცებ თქვი და კარგია, კიდე კაი გახსოვდა, მაგრამ ჩამოწერე. რა არის შენი მიზანი? მე მაქვს კონკრეტული მიზნები, რომელსაც ზეცისთვის ვაკეთებ. თუნდაც ის მშენებლობა, რომელსაც ახლა ვეწევი, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამას ზეცისთვის ვაკეთებ. თუნდაც რაღაცა კონკრეტული საკითხები, რომელსაც კიდე ჩემ ოჯახში ვწყვეტ, აი 3-4 საკითხი მე მაქვს, რომელიც ახლა მაქვს მისაღწევი. და ამისთვის ვლოცულობ. შუალედურია, იქ არ ჩანს კონკრეტულად ადამიანის გადარჩენა როგორ იქნება, მაგრამ ის მოემსახურება ადამიანების გადარჩენას. აუცილებლად. აი მე მაგალითად დაგიმხელთ ახლა ჩემი ოცნება არის, საგურამოში ვაშენებ რაღაცა, კარგ რაღაცას ვაშენებ და ოცნება მაქვს რომ აქ იყოს ცოტა ისეთი უხეში ნათქვამი არის, მაგრამ ელიტური ეკლესია. საგურამოში ბევრი ფულიანი, გავლენიანი ადამიანები ცხოვრობენ და ისეთ რაღაცას ვაშენებ, რომ შეიძლება აქ მოსვლა მოუწიოთ და ნუ ღმერთი შემეწიოს, ესეც რწმენის განაცხადი არის თავის დროზე. უფალმა ჩამიდო გულში და მინდა რომ მე აი აქ გავლენიანი ადამიანების ესეთი არაფორმალური ქრისტიანული კლუბი ჩამოყალიბდეს ოდესმე. რა ვიცი, იმედი მაქვს რომ ეს მოხდება. იმიტომ რომ მარტო ღარიბებს არ უნდა გადარჩენა, დიდრებსაც უნდა გადარჩენა. ყველანი ცოდვები არიან ჯოჯოხეთისთვის. ამინ. აი ეს ჩემი შუალედური და ვლოცულობ ხა საგურამოს. თავის დროზე სიტყვა მქონდა და ვლოცულობ რომ ღმერთო, აბა შენიცი მომეცი რწმენა არ დამექცეს, არ ჩამომეშალოს გეგმები და ასე შემდეგ და განსაზღვრე დღეს რას აკეთებ. ყოველ დღე ამ მიზნებისთვის მუშაობისას. რითი აი დღეს რომ გაიღვიძე შენ იმ შენი მისიისთვის, იმ შენ მიზანთან მისაახლოებლად, რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებ. იმიტომ რომ მე თქვენ დაგელაპარაკებით, თუ არ გელაპარაკეთ უკვე აღარ მახსოვს, მიზანი გეგმა მოქმედება, ხო? გაქვს მიზანი, შეიმუშავებ გეგმას ამ მიზანთან მისასვლელად და გადადიხარ მოქმედებაზე. ამის გარეშე ქაოტურად გაისროლე ის არის და სადაც მოხდა მე თქვი რომ გვინდოდა მორთქმა, არ გამოვა საქმე. უფიქრე, აი შენი სავარჯიშოა ამ კვირის განმავლობაში და იქითა კვირა შეგეკითხებით. ჩემთვის არ გელაპარაკებთ ამ სავარჯიშოზე. აი რო ჩამოწერ ამ სამშუალედურ მიზანს, რო განსაზღვრა უკვე დღეს რას აკეთებ ამისთვის, ყველას მოგიწევთ ამის თქმა და იქ ჩანაწერს ვინც მოისმენს კვარა მაგალითად იმასაც. შემდეგ ისიც დააფიქსირე, რა არის ის რაც ხელს გიშლის. გადასახადებზე ფიქრი, სამსახურზე ფიქრი, შეყვარებულზე ფიქრი, ნათესავებთან ურთიერთობა, რაღაცა კომპლექსები, არ ვიცი ხელს რა გიშლის, რა გიფანტავს. ყურადღება საბუთების არ ქონა, არ ვიცი რა გიშლის ხელს. რას გადააქვს შენი ფოკუსი
იმ მიზნების განხორციელებიდან, რომელსაც დარწმუნებული ხარ, უფალმა ჩაგიდო და დაგიდო ცხოვრებაში, ამ პრობლემების მოგვარებაზე. რა გიფანტავს ფოკუსი? ყოველკვირეული პრაქტიკული ნაბიჯები. გამოყავით რომ მიზნებზე ფოკუსირებისთვის. ლოცვაში მიზნის განახლება, წეგან ვახსენე, რომ მე თითქმის ყოველ დღე ლოცულობ ჩემ აი 3-4 კონკრეტულ მიზანზე. უმთავრესი სალოცი ჩემი არის, რომ იცოდეთ, თქვენ არის ბრუკლინის ეკლესია. თქვენ ხართ. მაგრამ იმის გარდა არის კიდევ რაღაცები და მე ვფიქრობ, რომ მიბმულია უბრალოდ ბრუკლინის ეკლესიაზე ჩემი ფოკუსი, სხვა რაღაცეებს განაპირობებს. ასე მაქვს მე დაყენებული ღმერთისგან და მადლობა ღმერთს. მაგრამ არის 3-4 საკითხი კიდევ ბრუკლინის ეკლესიის მიღმა, რაზეც მე გამუდმებით ველაპარაკები ღმერთს და შიგადაშიგ მოდის ხოლმე მიზნის განახლება, ფოკუსის განახლება, რაღაცა ჩაკორექტირება, რაღაცა გადაწყვეტილებების მიღება. აი ამას წინათ ერთ საკითხზე რო ვლოცულობდი, ძილ-ღვიძილში უფალი დამელაპარაკა. დარწმუნებული ვარ, რომ უფალი იყო და მითხრა, რომ აი ღრუბელი რო აიწეოდაო, მოსეს ბანაკი მაშინ აღდგებოდა სამოქმედო. აი ამ საკითხში სანამ არ დაინახავ, რომ ღრუბელი ავწიე, არაფერი არ გააკეთო. ესეც მიზნისაკენ გადადგმული ერთი ნაბიჯია, როდესაც მე არაფერს არ ვაკეთებ. აი წარმოგიდგენიათ, აი 2 კვირის წინ ასე არ ვფიქრობდი, მაგრამ ყოველკვირეულად, როდესაც უფალთან ვათანხმებ ჩემს მიზნებს, ხო? რაღაცა კორექციები შემოდის, განახლებები შემოდის, მიმდინარე პროცესებზე ველაპარაკები, სირთულეებზე ველაპარაკები, ფინანსებზე ველაპარაკები, ნიუანსებზე ველაპარაკები და ღმერთი მელაპარაკება. გადაანაწილე დრო მიზნების მიხედვით. ყველას საჭირო სათანადო დრო გაუნაწილე. თუ ჩაუждები და დათათუთაშხიას უყურებ, შეიძლება 7-ვე სერიას ერთად, მერე ვეღარ გქონდეს დრო იმისთვის, რომ რას დაგეგმილი ქონდა, რომ წახვიდე მაგალითად და პომადა იყიდო, ვეღარ მოასწრო და გადადო ამ ადამიანთან ურთიერთობა, იმის გამო რომ დაპირდი რომ პომადას გიყიდიო და მეორე კვირას ვხვდე, მიზანმა გადაიწია. იყავი ანგარიშვალდებული. მიიღე უკავშირი მენტორისგან. აი ზოგიერთი თქვენგანი მე კონტაქტება ხოლმე, ნუ მოგეხათრებათ ხალხო. მომწერეთ რაიმე საჭიროება რო იქნება, რაღაცა კონსულტაცია თუ დაგჭირდება. შეიძლება ზოგს მაიკოსთან უფრო გაუადვილდე, შეიძლება ზოგმა ოლეგის მიწეროს, კოტეს მიმართოს, არ მაქვს პრეტენზია რომ მაინც და მაინც მე მითხრათ ყველაფერი, მაგრამ ყავდეთ ვიღაც, ვისაც მოუყვებით თქვენ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს და ანგარიშვალდებული იქნებით, რომ შემდეგ იმისგან რაღაცა კორექცია დარიგება მიიღოთ და სიფხიზლე გქონდეთ. და ყოველი კვირის ბოლოს მოახდინეთ შედეგების ანალიზი, მეგობრებო. იმიტომ რომ თუ არ შეაფასებ, როგორ მიდიხარ წინ, ვერ შეცდომებს დაინახავ. დასკვნა. იესოს მიზანი იყო მამისნების აღსრულება. მიზანი აძლევდა მას მიმართულებას, ძალას და გამძლეობას. აი, თუ ჩანაწერს მოусმინეთ, იქაც ვახსენე, რომ თუ მე გიყვარვართო, ჩემს დავალებებს, ჩემს ცნებებს შეასრულებ. და ნახეთ, აი, როდესაც იესო ქრისტეს სიყვარული უბრალოდ დეკლარირების დონეზე კი არ არის, მისი ნების აღსრულებას ვცდილობ, ნახეთ რას ამბობს იესო ქრისტე იოანეს 14:21-24-ში. ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, ანუ ჩემს ბრძანებებს იცავს და ემორჩილება, ის არის ჩემი მოყვარული. ჩემს მოყვარულს კი მამა ჩემი შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თვითონ გამოვეცხადები. როგორი აღთქმაა ხალხო? სამღაცა გჭირდება გამოცხადება? ღმერთის ნებას დაემორჩილე. ღმერთის მცნებები აღასრულე და იესო პირდაპირ კვირდება, შენ თუ ისე შემიყვარებ, რომ ჩემს მცნებებს, ჩემს დავალებებს შეასრულებ, მეც შეგიყვარებ და მოვალ და მე თვითონ გამოგეცხადები. როგორი ამბავია? ჭირდება გამოცხადება. ჭირდება რომ იესო ქრისტე დაგელაპარაკოს. დაიწყე მისი ნების აღსრულება შენ ცხოვრებაში. დაგელაპარაკება, ეს ძალას მოგცემს, მიმართულებას მოგცემს და დიდებიდან დიდებაში გადახვალ, რწმენიდან რწმენაში გადახვალ, არ დაიღლები. იუდამ არა ისკარიოტელმა კითხა, უფალო, რას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოგვეცხადები და არა წუთი სოფელს? ვერ მიხვდა კაცი. მიუგო იესომ და უთხრა, ვისაც ვუყვარ ვარ, ის დაიცავს ჩემს სიტყვას და მამა ჩემით შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასში დავიდებთ ვინას. ვისაც არ ვუყვარ ვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს, ხოლო სიტყვა თქვენ რომ მისმინეთ. ჩემი კი არაა, არამედ ჩემი უმავლინებელი მამისა. აი მეგობრებო, ეს არის ჩვენი დღევანდელი თავის მიმოხილვა. ჩანაწერსაც მოусმინეთ, ესეც მეორე ჩანაწერი გექნებათ. ლაშა ჩაგვიგდებ ჯგუფში, მე YouTube-ზეც ავტვირთავ. მიძღვნა ფასის განსაზღვრა. არ დაღლა.
მიზანზე ფოკუსირება და უფლისაგან გამოცხადების მიღება. როგორ უნდა გააგრძელო შენი გზა? არის ის ძირითადი შემადგენლები, რომელიც მახარებლობას აიყვანს ოსტატობის დონემდე. უფალმა გაკურთხოთ მეგობრებო, რაიმე კითხვები გააქვთ? ასეთი გასაგებია რომ ვარიანტი შესრულდეს. აი ბატონო. ეხლა ჩვენ მადლობა დიდი. გაკურთხოთ უფალმა. ჩვენ ჩანაწერი უნდა გავაჩეროთ ეხლა უნდა ვეღარ პოულობ როგორ. აი. თითქოს აქ stop recording.